ჩაირთვა. ჩართული არის? თუ გათიშულია. მე მგონი ჩართული ვარ, ხო? სადა გადის? ჩემი ხმა გესმით? თუ გაითიშეს? არ ვიცი. ერთი ვინმე შემოვიდოდეს. კარგით. მე მგონი ჩართულია. ხო, აი, გაიხარე დაიკო ნუნუ მესამე მეფეთა. ეხლავე ნუნუ დაიკო მწერს მესამე მეფეთა 19 თავი. უფალმა გაკურთხოს ღმერთის სიმფონია შენ. მესამე მეფეთა ოაგერ 19 მე-20-ზე ვყოფილ ვარ. კარგია, კაგრაზა. იქ მქონია გაშლილი. სასწაული პირდარე. ღმერთს გავუშლია და მე ვერ ვნახე. 19 თავის მე-11 მუხლი. მეგობრებო, აქ ლაპარაკობდით გაგვითიშა ის, მაგრამ მე მინდოდა დამიმთავრებინა ბოლომდე ის სიტყვა, რაც მინდოდა. ხო, ზოგიერთ ბიბლიაშიო. გამექცა ნუნუსის. ხო, სხვადასხვა ადგილას არის. დავითის ფსალმუნი, რომ ნუ დადუმდები ჩემს მიმართ უფალო, რომ არ დავემსგავსო საფლავებში ჩასულებს. ესე იგი, ჩემთან ურთიერთობას ნუ გაწყვეტო უფალო. მე როგორ დავითი ელაპარაკებოდა, გავიდე უფალო, არ გავიდე, უფალმა თქვა გადი. როგორი კონტაქტი და ურთიერთობა ჰქონდა დავითს ღმერთთან. მე დავითი რო ელაპარაკება, ნუ წამართმევ შენ სული წმინდას. რას გინდა ის მიქენი ოღონდ შენი სული წმინდა არ წამართვა უფალო. და ერთი ადგილი გამახსენდა კიდო, და რომლის ადგილი ვერ მობძებნი და ჩვენ მაგეთ დამნუნო ისა გამომიგზავნა, ეს არის მესამე მეფეთა 19 თავის მე-11 მუხლიდან. მოკლედ, მე-9 მუხლიდან წავიკითხოთ. შევიდა იქ ერთ მღვიმეში ელია და იყო უფლის სიტყვა მის მიმართ. ღმერთი ეუბნება ელიას, აქ რა გინდა ელია? და ელია ეუბნება, უფლის საბაოდ ღმერთის შურმა შემიპყრო. შემოვევლი ამისანა ხალხს. სიტყვაზე ვამბობ, შემოვევლი, ესე იგი მომწონს მე ამისანა ხალხი, რომლებიც ღმერთის შური ჭამს. აი ეს დაემართა იესო, როცა ტაძარში გადმოაბრუნა ყველაფერი. ლოცვის სახლი არის და ლილოს ბაზარი რა გამიხსენითო. რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელი არემმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილი დახოცე შენი წინასწარმეტყველნი, მე მხოლოდ ერთი დავრჩი, მაგრამ ჩემ სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან იგი. და ღმერთი ეუბნება, უთხრა, გარეთ გადი და დადექი მთაზე, უფლის წინაშე. ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემუსრელი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. რამდენჯერ არის მე, შენ, ჩვენ, ყველანი ხანიკ ხანაკ ქარები ვითვართ, ვანგრევთ იქით აქეთ, ვიღაცებს ვატკინებთ გულს, არა ესე უპასუხებთ, არა ესე მოვიქცევით, იქ არა უფალი. მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე
მოხდაო მიწისძვრა. ესე იგი პირველად ქარი ყოფილა, მერე მიწისძვრა. ეს მიწისძვრა ეხლა ხან ხედავთ მიწისძვრებს რა შედეგი მოაქვს. ინგრევიან შენობები, ხალხი წყდებიან, ახალგაზრდები, ბავშვები, დიდები, მიწისძვრას დიდი ზიანი მოაქვს. დაგწერია მოხდაო მიწისძვრა და არც მიწისძვრაში იყო უფალი. მიწისძვრის მერე ცეცხლი. ჯერ ქარი, მერე მიწისძვრა, მერე ცეცხლი. არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე კი ოდნავი ჩქამი. სიო. ნიავი. ნიავი კი არა. ნიავი. წყნარად. ხო ისე სად ის რომ ქარი გიბერავს და თმას აგიშლის და სახეში გცემს და სად ის რომ რაღაც ნიავი ჩაგიქროლებს რაღაც მოგეფერებასავით. ნიავი სხვა არის. ქარი და ქარიშხალი კი სხვა არის. მერე მოვიდაო ოდნავი წყნარი ნელი სიო. და რო გაიგონა ეს ელიამ მოსასხამი აიფარა სახეზე. გარეთ გავიდა მღვიმის შესასვლელთან დადგა და აჰა მოესმა მას ხმა, რომელიც ეუბნება, აქ რა გინდა ელია? და მერე ეუბნება ისევ, უფლის საბაოდ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყე შენი აღთქმა ისრაელიანებმა, შენმა ერმაო, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილი დახოცეს და ასე. და ეუბნება უფალი, წადი დაბრუნდი. და ეუბნება მერე რა უნდა გაიკეთებინა. მაგრამ რა მინდა? რას მინდა? მე თქვენ კი არ გასავლეს მოდადო ჭუას ღმერთმა მაშორას. მე რო ვლაპარაკობ, აქ მეც თქვენთან ერთად ვკითხულობ, თქვენთან ერთად ვეცნობი უფალს, თქვენთან ერთად ვიწვრთნები, თქვენთან ერთად ვსწავლობ და უსმენ ღმერთს. როცა ვკითხულობ, ღმერთის სიტყვაზე ვლაპარაკობ. მე მგონი ასეა ყველამ ქადაგებული. ქადაგების შემდეგ, ლაპარაკის შემდეგ, თუ სამხილებელია ის მხილება მეს მიბრუნდება 100 მაგათ. ხო წერია როგორ ერთი იქით და 3 აქეთ. უფრო მეტად მხილებული ვჩები, უფრო მეტად უფრო მეტად შეძენილი გამოვდივარ. ჩათიდან უფრო კურთხეული გამოვდივარ. ახლა მაგალითად ბოთხში ასხია თაფლი. მაგრამ 3 ლიტრიან ბანკაში ასხია 3 ლიტრი თაფლი. გადაასხი ვიღაცას. ის ბანკა ხო დარჩება იქ თაფლიანი. აი ასე, როცა ვინც გამტარია, თუ ლაპარაკობს სწორს, ვინც გამტარია, მაზედაც რჩება ის კურთხევა, ის მადლი, ის ხებულება. თუ მხილებას ლაპარაკობს, ის მხილება მასიაც რჩება. თუ რამე ნუგეშიცემეს ლაპარაკობს, ის ნუგეშიცემა მაზედაც ღმერთი მასაც აძლევს ნუგეს. და ასე მეს ამიტომ მომწონს ლაპარაკი, როცა თქვენთან ვლაპარაკობ, ეს მეც მეხება და ძალიან დიდად მეხება. მეც მაგრად ვსწავლობ ჭუას. ხო და კიდე წავიკითხავდი რამოდენიმე მუხს. და მე მინდოდა ერთ რაღაცაზე გაგემახვილებინა ყურადღება, როცა დავითმა უთხრა ფსალმოში, ნუ დადუმდები. გთხოვ. ნუ მიმიტოვებ ლაპარაკს. ნუ გაჩერდები. ნუ შეწყვეთ ჩემთან ურთიერთობას. თორე დავემგვანები მკვდარს. შემდეგ როცა დავითი ეუბნება ღმერთს, წავიდე? ღმერთი ეუბნება, კი. მე ეუბნება, წავიდე? და უფალი ეუბნება, დაელოდე, იქიდან არ მიხვიდე, ასე მოდი. მაგრამ როცა ხეებს ზევით სიოს ხმას გაიგონებო ხის წვერზე,
აი მაშინ წადი. რატომ თქო, რატომ? რა ეს მე ელია რო იყო. ქარი, მიწისძვრა, ცერცხლი, ერთი ამბავი და მე გაიგონაო. წყნარი ნიავის სიოსხმა და თავზე მოიცვა თავისი მოსასხამი. რატომ? იმიტომ რომ ესენი იცნობდნენ ღმერთს. ღმერთი არაა ჩმუხი. იცით კიდევ რა არის? როცა ქადაგებელი ქადაგებს. შეიძლება ქადაგებელმა ან მე სხვა შენ შეიძლება სიმართლე ვილაპარაკოთ. სიმართლე. და თუ ის სიმართლე მოდის როგორც მიწისძვრა, როგორც ქარიშხალი. სიმართლეა, მაგრამ ქარიშხალივით მოდის. სიმართლეა, მაგრამ ცეცხლივით წვავს ყველაფერს. ანადგურებს მსმენელს. იქ წერია რომ იქ არ იყო უფალი. თუნდაც სიმართლე, თუნდაც სისწორე, მაგრამ თუ ის არ არის წნარად სიოსავით ნიავივით, იქ საეჭვია. და აი უფლის სული როგორი არის. მე ყოველთვის მამხილებს ეს მუხლი როს ავკითხულობ. იესო გადატეხილ ლერწამს არ გადატეხდაო და მშუტავ პატრუქს არ აქრობდაო. როგორი ის იყო. ანდა როცა მახსენდება ეს მუხლი როცა მახსენდება როცა ეს მუხლი მახსენდება, მაშინ სინდის ფრხილებული ვრჩები, იმიტომ რომ ასეთ უფალს ვიცნობ. ამიტომ ისა კიდევ ერთ ადგილს ვიტყოდი, რამოდენიმე ადგილს. ხოდავსე დავამთავრე მე ჩემ ლაპარაკს. მოციქულთა საქმეს მესამედე თავი. ოცდამეორე მუხლი. ძალიან კაი ადგილია. ოცდამეორე მუხლი. მისი გადაყენების შემდეგ ეს დავითია ლაპარაკი. მისი გადაყენების შემდეგ ეს პავლე ამბობს, მეფე დაუყენაო მათ დავითი, რომლის შესახებ თქვაო ღმერთმა. ვპოვე დავითი ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი, რომელიც შეასრულებს ჩემს ყველა სურვილს. თუმცა ვიცით დავითის შესაბამები, დავითის რაღაცები, მაგრამ ღმერთი როცა დავითმა მოინანია, იმის შემდეგ წერია რომ ერთხელაც არ უწყენებია უფალი. როგორადაც არ უნდა შევხედოთ დავითი იყო ასეთი პიროვნება ღმერთისთვის. პოვე დავითი ძე იესესი, ჩემი გულის სანდომი კაცი. ღმერთს მოსწონდა დავითის გული, ამიტომ როგორც ჩემ თავს, ასევე გირჩევდით თქვენს მეგობრებო, ვიკითხოთ ფსალმუნები. შევხედოთ რანაირი დავითის გული მოწონდა უფალს და დავითი ფსალმუნებში შლის თავის გულს, ლაპარაკობს ყველაფერზე, თავის მინუსებზე, თავის პლუსებზე, არაფერს არ ვალავს იგი. ყველაფერს ღია და ამიტომაც მოგვცა სულიწმინდა ფსალმუნები, რომ ჩავხედოთ დავითს, ავიღოთ მისგან მაგალითი, თურმე ასეთი გულის ადამიანები მოსწონს ღმერთს. და კარგით, ახლა მე იქით რაღაცები შემეშალა ეს ის, მაგრამ მე 16 მოციქულთა 16 და ვსვა პირობას გაძლევთ. 16:6 მოციქული პავლე არის ეს და მასამყოფნი. გაიარეს ფრიგია და გალატელთა ქვეყანა. და სულიწმინდა მათ აღუკვეთა
სიტყვის ქადაგება აზიაში. ძალიან ეს არის ხო? გასაკვირი. მოსიგულები მიდიან, რომ იქადაგონ. ქადაგება გააკეთა. იქადაგონ სიტყვა. და რას და სულიწმინდამ აღუკვეთა. ისე აუკრძალა. არა. ეხლა ვიღასა რომ მიდიოდეს საკადაგებლად და რომ უთხრა შენ. არაზმევ არ წახვიდე საკადაგებლად. ეგრევე იტყვიან. სატანა, ბორკა უწმინდროსო. რას ქვია ჩვენ საკადაგებლად მივდივარ და ეს გველაპარაკება არ წახვიდეთ. მაგრამ ის მათ იცნეს უფალი. მერე მივიდნენ მისუნამდე და მაშინ დააპირეს ბითვინიას გამგზავრებას. მაგრამ წერია, მაგრამ იესოს სულმა არ გაუშვა ისინი. ხედავთ, როგორი ის ჰქონდათ. ხო ეს როგორ ცხენს მას თუ გინდა მარჯვ წაიყვან, თუ გინდა მარცხნივ. ინთოგით აი ასე სულიწმინდი დადიოდნენ ესენი. და შემდეგ იქ არ გაუშვა სულიწმინდამ, აქ იესოს სულმა არ გაუშვა და მერე ხამით პავლე მიხილა ხილვა, ხამის ხილვა. ჩვენება. შეიძლება სიზმარი იყო, ჩვენება იყო, არ ვიცი, აქ წერია ჩვენება. იდგა კაცი ვინმე მაკედონელი და ევედრებოდა, მოდი მაკედონიაში დაგვეხმარეთ ჩვენ. და ამ ჩვენების შემდეგ მყისვე ვცადეთ მაკედონიაში გამგზავრება, ვინაიდან ფიქრობდით, რომ ღმერთმა მოგვიწოდა მათთვის გვეხარებინა. სიზმარში მიიღეს ინფორმაცია თუ საწასულიყვნენ. აქეთ მოინდომეს ქადაგება. სად იყო ის? აზიაში არ გაუშვა სულიწმინდა. აქეთ მოინდომეს კიდევ ბითვინიას, იქაც არ გაუშვა უფალმა. ალბათ ფიქრობდნენ, საწავიდეთ კაცო. დაიძინეს და მიიღეს ინფორმაცია. წადით მაკედონიაში და მერე ხედავ იქ ამბები ხდება. და კიდე ერთი ადგილი არ გავშვი ისე ვიტყვი, რომელთა მერვე თავის მე-14 მოხში წერია. სულიწმინდით მავალნი ღმერთის შვილები არიან. სულიწმინდით მავლობა. ეს არის 100%-იანი ხო ნავიგატორი. და ყველა მანქანას აქვს ნავიგატორი. ეხლა რამის სამართი არ ვიღე ხა მაგალითად. ჩემი სამს ავიღებ. Direction start ახოს მაჩვენებს. ეხლა ეს შორს გავაკეთებ. ეხლავე ნავიგატორი. აი ასე არის. ნავიგატორის უმისოთ. ვერ წავალთ. ეს ჩვენი ნავიგატორი, ჩვენი გიდი, წინამძღოლი არის სულიწმინდა. იმის გარეშე ვერც ვილაპარაკებთ, ვერც ვერაფერს გავაკეთებთ. დაჟე ჩასუნთქვას არ შეგვიძლია ღვთისნების გარეშე და მით უმეტეს ამოსუნთქვას. ამიტომ თქვა ღმერთს მეც თქვენთან ერთად გაგსვინდოს, გაგვასუფთავოს და დავითივით თქვათ ღმერთო, ნუ დადუმდებით ჩემს მიმართ, რომ არ დავემსგავსო საფლავში ჩასულს. გთხოვ უფალო, ნუ დადუმდები ჩვენს მიმართ. გველაპარაკე, გვამხილე, გვანუგეშე, შეგვისწორე, დაგვარიგე, დაგვაყენე სწორ გზაზე. გვალაპარაკე იქ, სადაც საჭიროა. გაგვაჩუმე იქ, სადაც საჭიროა. აგვაფეთქე იქ, სადაც საჭიროა. და გაგვაქრე იქ, სადაც საჭირო არის. გთხოვთ, შენი სულიწმინდით გვადარე. ჩვენი სიტყვა, ლაპარაკი,
საქმე ყველაფერი იყოს შენი სული წმინდისაგან. გქონდეს ჩვენთან ურთიერთობა. ჩვენი ურთიერთობა არის მამასთან და ძესთან. ხოლო სული წმინდის ურთიერთობა ყოფილიყო ჩვენთან ყოველთვის განუწყვეტლი. იესო ნაზარევილის სახელით, ამინ. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ, ბოდისგეთით ყოველნაირი ხარვეზებისათვის. არა ვარ მის ახალი ვარ. რაღაცებს სწავლობ ჯერ კიდევ ისა არა ვარ ძალიან ისა გაქაჩული ამ საქმეებში, მაგრამ ღარიბულად, გლეხურად, რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ. ჩემ ორ ლეპტოპს ვდებ. ასე რომ თუ ეს არის ის, რაც შემიძლია, შეიძლება უფალს მოეწონოს. ხო და რა ვიცი, უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ და ღმერთის ურთიერთობა, სული წმინდის ურთიერთობა ყოფილიყოს და არასოდეს არ შემწყდარიყოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გულებში იესო ნაზარევილის სახელით, ამინ. აბა, ჰე და აბა, აბა თქვენ იცით. უფალმა გაკურთხოთ.